ფილარმონიიდან დაიწყო მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით, რომელსაც ფორმულას ჟურნალისტი მარიკა ბულქოძე მიყვება. მარიკა, თავად გვეტყვის ახლა რა ადგილას არიან, ასევე თუ ექნება შესაძლებლობა გაესაუბრება ამ მსვლელობის მონაწილეებს, თავად ამ მსვლელობის მიზანთან დაკავშირებითაც. მარიკა, გისმენთ. დიახ, გიორგი, დედები უკვე დაირძნენ რუსთაველის გამზირისაკენ. აქ ისმის შეძახილები ბოლომდე უწყოდი პროტესტი გრძელდება. მათი მთავარი სათქმელიც ახლა ეს არის, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ღირსეულ განათლებასთან დაკავშირებით, ღირსეულ საცხოვრებელი გარემოს შექმნასთან დაკავშირებით არ შესრულდება. ოპერატორს ვთხოვ ახლა კადრში გაჩვენოთ მიმდებარე ტერიტორია. ხედავთ აქ ბანერებს და შენთვის ბოლომდე აგრეთვე ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას 340 დღეს. აგრეთვე ხედავთ თავისუფლება ანასტასია ზინოვკინას და ყველა პოლიტპატიმრს. ახლა ვეცდები რომ გავესაუბრო მარიზი ყობახიძეს, ერთ-ერთი პოლიტპატიმრის დედას. მოგესალმებით, ხალბატონო მარიზი, პირდაპირ ეთერში ვართ. რამდენიმე სიტყვით თქვენ როგორც პოლიტპატიმრის დედამ რომ გითხრათ ახლა თქვენი მთავარი სათქმელი რა არის და აგრეთვე ისიც რომ გითხრათ ხედავთ თუ არა ხალხში რა დამოკიდებულებაა საზოგადოებაში თქვენს მიმართ, იჩენენ თუ არა სოლიდარობას და რას ეტყვით ხალხის იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ ყოყმანობს აქციაზე და პროტესტზე დგომასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, საღამომშვიდობის. რა თქმა უნდა, ვგრძნობთ ჩვენ ამას ყოველ ნაბიჯზე, მოძრაობთ ქალაქში და უამრავი ადამიანი გვეხუტება, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება რა დღეშია საქართველო და რა დღეშია ვართ საერთოდ ყველანი, ეს რეჟიმი მარტო ჩვენთან არ მოსულა. ეს რეჟიმი მივიდა უკვე ყველასთან, იმიტომ რომ აქ შეეხნენ სკოლებს, შეეხნენ ყლეს სასწავლებლებს და კი ვნახეთ ამის წინ როგორ გაიფიცა მთელი სკოლა ბავშვები მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად. ამიტომ დროზე თუ არ გამოფხიზლდებიან, აუცილებლად ყველაფერი იქნება მერე გვიან. ჩვენ არ დავანებებ ბრძოლას თავს, მე დღეს ვიბრძვი არა მარტო ჩემი შვილისთვის, ვიბრძვი ჩემი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ხედავთ, ძალიან კარგად ხედავთ, კორუფციას ეძახიან და სინამდვილეში არიან ქურდები. ეს არ არის კორუფცია, ეს არის ქურდობა. ჩემი შვილი პროტესტის გამო ზის ციხეში და ვისაც მილიონები აღმოუჩინეს და თურმე აღიარა დანაშაული, ისინი არიან ქუჩაში. აღიარეს ზოგმა პატიმარმა დანაშაული, მაგრამ 3 წლით მაინც გაუშვეს ციხეში ოკრიბელაშვილი. და კიდე რა ვიცი, ვიღაცეები, მე ერთი ოკრიბელაშვილი უცბად გამახსენდა ეხლა. ამიტომ ვიბრძოლებთ მანამ, რაც არ უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ, მარიონეტმა ხელისუფლებამ. ჩვენ არ დაუთმოთ მათ საქართველოს ეყოთ, რაც ჭამეს და რაც დამალეს ვალიშების ქვეშ. ეყოთ ეს ყველაფერი. აუცილებლად ვთხოვ ყველა დედას გამოვიდეს ქუჩაში. აუცილებლად დედებზე ძლიერი ალბათ არავინ არ არის. მადლობა, თქვენ უსმენთ პოლიტპატიმრის დედას მარიზი ყობახიძეს, აგრეთვე აქ ნარგიზ დავითაძეა, ზვიად ცეცხლაძის ერთ-ერთი პოლიტპატიმრის მშობელი. ხალბატონო ნარგიზ, მოგესალმებით. რომ გითხრათ დღეს რა გაძლევთ იმის мотиваციას, რომ ამ დრომდე მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ყოველდღიურად თქვენს წინააღმდეგ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ახორციელებს იმ რეპრესიულ ქმედებებს იმისთვის, რომ თქვენში პროტესტის ხმა ჩაახშოთ. რა გვაძლევს და უსამართლობა და სასამართლოში რომ საერთოდ სასამართლო არ არსებობს. აი ეს გვაძლევს ამის ძალას და რეჟიმი დიდხანს ვერ იარსებობს. ადრე თუ გვიან ჩამოიშლება, ჩვენ დედებს არანაირი უფლება არ გვაქვს. შვიდად დავჯდეთ. ის კი არა, მათი შვილებისთვისაც ვიბრძვით თუ ხდებიან მაგენი. თვითონ არ უყვართ მათი შვილები, რომ აი რუსეთისკენ მიგვაქანებენ ღმერთით, ეგ რუსეთი აღარ იარსებებს მალე და ჩვენი ქვეყანა გადარჩება. ლოცულობ ამისთვის. მადლობა, თქვენ უსმენთ ზვიად ცეცხლაძის, სინდისის პატიმრის დედას. ასეთია ახლა განწყობა. აქ დედები მალე რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლნენ. სავარაუდოდ დღეს რუსთაველის გამზირი ამჯერად 340-ად გადაიკეტება. ჩვენ კი მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით.
მადლობა მარიკა ბულქოძეს და განსაკუთრებული მადლობა და გვერდში დგომა პოლიტ და სინდის პატიმრების დედებს, რომლებიც განსაკუთრებული, ასე თქვათ, შემართებითა და მხნეობით აგრძელებენ ბრძოლას არა მხოლოდ მათი შვილების თავისუფლებისთვის, არამედ სხვების შვილების თავისუფლებისთვისაც.